მოგესალმებით, მე ვარ გიორგი A-Work-დან და ამ ვიდეოთი მინდა უკეთ გაგაცნოთ A-Work-ის ბიზნეს პროფილი, რომელიც არის განკუთვნილი კომპანიებისთვის და საიდანაც აქვს შესაძლებლობა კომპანიებს გააციფრულონ შერჩევის პროცესი. რამდენიმე ვიდეო იქნება დემოსახით წარმოდგენილი, ეს არის პირველი ნაწილი და ამ ნაწილში მინდა დეტალურად ვისაუბრო რეგისტრაციის და კომპანიის მონაცემების შევსების ფლოუზე. პირველ რიგში უნდა გადავიდეთ რეგისტრაციაზე ბიზნესის, უნდა დავარეგისტროთ ბიზნესი. ამ შემთხვევაში გამოვიყენებ რეალურად არასწორ მონაცემებს, არარეალურს, რადგან დემოსთვის ვწერთ. პირველ რიგში ნომერი უნდა მივუთითოთ, შემდგომ დასახელება კომპანიის, იურიდიული დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, ასევე ელფოსტა და პაროლი. რითიც მე შევძლებთ შესვლას. უნდა დავეთანხმოთ A-Work-ის წესებს და პირობებს, ასევე მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, რომლის ნახვაც აქედანვე მარტივად დაკლიქვით შეძლებთ. შემდგომი ნაწილი არის უკვე ვერიფიკაცია, მითითებულ მობილურის ნომერზე მიიღებთ 4 ნიშნა კოდს, შეიყვანთ, დაელოდებით 2-3 წამი გადამოწმებას და შევალთ უკვე ბიზნეს პროფილში. კომპანიის პროფილი არის ეს, რასაც ხედავთ, პირველი ნაწილი, რომელიც შედგება ზოგადი ინფორმაციისგან, ჩვენ შესახებ, საკონტაქტო პირი და სოციალური ქსელები. პირველი ნაწილი, რაც არის კომპანიის ლოგო. ჩვენთან კომპანიის ლოგო სრულიად უფასო არის, შესაბამისად გირჩევთ და რეკომენდაციაც არის, რომ ატვირთოთ ლოგო. ავტვირთოთ ახლა რაღაც დემო ლოგოს ატესტოთ. ყველაფერი კარგად დაჯდა. პოზიციონირებაც ცენტრშია, ამიტომ 800 იყოს ზომა სასურველი არის და თუ რაიმე პრობლემა გექნებათ ატვირთვის ან პოზიციონირების შემთხვევაში, მოგწერეთ და დაგეხმარებით ნებისმიერ დროს. შემდგომი არის უკვე ბრენდის დასახელება, რომელიც ხილვადი არის საიტის მომხმარებლებისთვის, რომელიც განსხვავებული შეიძლება იყოს უშუალოდ კომპანიის დასახელებისგან, შევცვალოთ, სატესტოთ და დავარქვათ A-Work Demo 2023 ჩვენ ბრენდს. აქეთ არის უკვე ელფოსტა, სადაც სურს რომ მივიღოთ CV-ები და ესეც დაკორექტირებადია ვაკანსიების დამატების ჭრილში და ამას შემდგომ უფრო დეტალურად გაგაცნობთ, ამ შემთხვევაში დავტოვოთ იგივე რაც გქონდა. და მისამართი ჩვენი კომპანიის ოფიციალური მისამართი რაც გვაქვს, შეგვიძლია დავუწეროთ აქაც და განვაახლოთ უკვე მონაცემები. მონაცემების განახლების შემდგომ გადავდივართ ჩვენ შესახებ სივრცეში, სადაც კომპანიის შესახებ უთითებთ სლოგანს. გააციფრულე შერჩევის პროცესი. განუსაზღვროთ ჩვენი, ასევე კომპანიის ვებგვერდი, რათა სამუშაოს მაძიებლებს მივცეთ შესაძლებლობა მარტივად შემოვიდნენ ჩვენს კომპანიის გვერდზე. ასევე სფერო შემთხვევაში შეგვიძლია ერთი ან რამდენიმე მივუთითოთ, ჩვენ ორს მივუთითებთ ახლა ინფორმაციული ტექნოლოგიები და ადამიანური რესურსები. თუ რაიმე სფერო არ იქნება ამ სიაში, ხელმისაწვდომი მოგწერეთ და ძალიან მარტივად დავამატებთ უმოკლეს დროში. შემდგომი ნაწილი არის უკვე კომპანიის შესახებ ინფორმაცია. ასაკნების პირველი ქართული აპლიკაცია. всё. განმართეთ უკვე ჩვენ შესახებ ძალიან მალე, მარტივად და დავამატეთ უკვე ეს ინფორმაციას და განვაახლეთ. შემდგომი არის უკვე საკონტაქტო პირი, რომლის ინფორმაციაც არ იქნება ხილვადი სამუშაოს მაძიებლისთვის, ეს არის უკვე A-Work-ის გუნდის წევრებისთვის, შიდა მოხმარებისთვის, რომ თუ რაიმე საკითხი იქნება გასავლელი თქვენთან და იმ სახის ინფორმაცია მოსაწოდებელი, მარტივად შევძლოთ თქვენთან კომუნიკაცია. საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, საკონტაქტო ნომერი და საკონტაქტო ელფოსტა იქნება თქვენგან მისათითებელი. შემდგომი არის უკვე სოციქსელები, თუ სოციალურ ქსელებში თქვენ კომპანიას აქვს გვერდი, შეგვიძლია ესეც გავწეროთ და ეს გავხადოთ ხილვადი სამუშაოს მაძიებლებისთვის, ჩვენ შემთხვევაში ამ ეტაპზე მივუთითოთ მხოლოდ Facebook-ი, ასევე შეიძლება იყოს Instagram-ი, Twitter-ი, LinkedIn-ი და განვაახლოთ მონაცემები. პირველი ნაწილი დავასრულეთ რეალურად, ეხლა შემიძლია განახოთ თუ როგორ გამოიყურება სამუშაოს მაძიებლისთვის ეს ინფორმაცია უკვე საიტზე. გვაქვს რაღაცა დეტალური ინფორმაციები, როგორც არის დამსაქმებლის შესახებ ინფორმაცია, კატეგორიები, სოციქსელები, კომპანიის ვებგვერდი და ამ ეტაპზე მიმდინარე ვაკანსიები არ გვაქვს, შესაბამისად აქ არ არის ვაკანსიები დალისტული. ამასთან ერთად მინდა განახოთ კიდე ერთი ნაწილი პირველ ვიდეოში, რომელიც ეხება ბრენდებს. ბრენდის შემთხვევაში ერთ კომპანიას, ერთ იურიდიულ პირს შეიძლება ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე ბრენდი, შესაბამისად შესაძლებლობას ვაძლევთ კომპანიებს დაამატონ ახალი ბრენდი, A-Work Demo 2023 მაგალითად, ავტვირთონ განსხვავებული ბრენდის ფოტო, მიუთითონ
აა, იმეილი ელფოსტა ბრენდის და სლოგანი დაღწევა არის არასავალდებულო ველები და დაამატონ ბრენდი. ეს რეალურად დაეხმარება კომპანიას ვაკანსიის დამატების დროს ერთი პროფილის ქვეშ სხვადასხვა ბრენდის ირგვლივ დაამატოს ვაკანსიები. ეს არის პირველი ნაწილი, სადაც მინდოდა რეგისტრაციასა და კომპანიის მონაცემების შესახებ ინფორმაცია მომეწოდებინა და უკვე შემდგომი ნაწილი იქნება ვაკანსიების მოდული და ამის ნახვას შეძლებთ შემდგომ ვიდეოში.